Ჩოლოვანი თემები, ქუთაისის და იმერეთის რეგიონის პოლიტიკური ცხოვრება, განსხვავებული პოზიციები და დებატი პირდაპირ ეთერში. საინტერესო სტუმრები და ხალხის შეფასება ток-შოუში რადიაქცია. ყოველ ორშაბათს და პარასკევს 14 საათზე რადიაქცია swams კითხვებს, აანალიზებს პასუხებს და იღებს ვალდებულებას. პირველებმა შეიტყოთ ყველაფერი თქვენს ქალაქსა და თქვენს რეგიონზე. ჩვენი შეხვედრის ადგილი უცვლელია. რა თქმა უნდა, რადიო ძველი ქალაქი. გადაცემის სპონსორია Geo Hospitalsi. Geo Hospitalsi და მის მართვაში მყოფი ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო გთავაზობთ მაღალ ტექნოლოგიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებს. უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალთა გუნდს, კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს. ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს ჯანმრთელობაზე. Talk-show-ს პარტნიორია სამშენებლო კომპანია Tobe. რადიაქციის სპონსორია კლინიკა Beaumonde. მოგესალმებით რადიო მსმენელებო, დღეს ორშაბათია, უკვე შესრულდა 14 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეთერშია ток-შოუ რადიაქცია და ჟურნალისტი ნანა თვალობეიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაგვიანებით, თუმცა მაინც მიიღო გადაწყვეტილება რეგიონებში პირველი პირები დაენიშნა. შესაბამისად, იმერეთის მხარესაც ახალი გუბერნატორი ყავს, ეს არის ბატონი ზაზა მეფარიშვილი, რომელიც დღეს ჩვენი ток-შოუს სტუმარია და ყველა მნიშვნელოვან კითხვას პასუხს გასცემს. მოგესალმებით, ბატონო ზაზა, მინდა წარმატებები გისურვოთ საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. როგორც ქვეყანამ, ისე ქუთაისმა და იმერეთის რეგიონმა ძალიან ბევრი იმედგაცრუება ნახა. მინდა მჯეროდეს, რომ გუბერნატორის კანდიდატურაში პრემიერ-მინისტრი არ შემცდარა. დავიწყოთ იმ საკითხით, თუ რა დაგხვდათ თანამდებობაზე მოსვლისთანავე, რამდენად იცნობთ სამხარეო მოწყობის ინსტიტუტს, მის სპეციფიკას და რა განსაკუთრებული ნაბიჯები უნდა გადადგათ. მოგესალმებით რიგში თქვენ, კეთილი იყო შემოუძანება თქვენს ორგანიზაციაში, ამავე დროს ვისარგებლებ შემთხვევით და მივესალმები ქალაქს. წინასწარ მიულოცავ დამდეგ ახალ წელს. ვისურვებდი, რომ ჩემი მოსვლით, როგორც ახალი ხელმძღვანელი რეგიონის, არა მარტო ქალაქისთვის იქნება, რა თქმა უნდა, ეს საკითხები, არამედ იმერეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგიონი არის გუბერნიებში, 11 რაიონული ერთეულია და ერთი ქალაქი ქუთაისი, რომელიც თავის მნიშვნელობით არ იქნება ჩემგან გადამეტებული, რომ არის მეორე ქალაქი ქვეყანაში. შესაბამისად, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ძალიან დიდი ტვირთია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ჩემ გვერდში მდგომი იმ აპარატით, რომელსაც ახლა გეტყვით და რას გეგმავთ იქ, ქალაქში იმ ჯანსაღძალასთან ერთად შევძლებ თუნდაც ერთი პრობლემის გადაწყვეტას უახლოეს პერიოდში და დანარჩენი ვიმედოვნებ, რომ შევქმნათ ის გარემო, როგორც ქალაქში, ისე რეგიონში, ამის მაგალითად უკვე გვაქვს ჩვენ მე-6 დღეა რაც ავარ სამსახურში და უკვე ორი მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩავატარეთ და ძირითადად აქცენტი იქნება იმ ხალხზე დაახლოებით, ვინც დღეს წარმოადგენენ ხელმძღვანელ პირებს, გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები. ამ შემთხვევაში მე ზამილათაც გავუგზავნე ეს და მე მგონი ჩემი შეხვედრის ფორმატითაც კიდევ ერთხელ გამოვხატე, რომ ეს იქნება აბსოლუტურად ღია ურთიერთობა, აბსოლუტურად საჯარო ურთიერთობა. ჩემთვის მთავარი არის ადამიანის პროფესიონალიზმი და მისი სამუშაო შესრულების ხარისხი და სხვა იმის იქეთ მე პირდაპირ განვაცხადე, რომ მეტი მოსაკითხი არ იქნება არავისთვის გარდა აი ამ ორი მთავარი ფაქტორისა. აი ბატონო, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესია, სტრუქტურა, საშტატო ერთეული დამტკიცებულიც არ არის ჩამოსული კონკრეტულად ეს ერთეულები. საინტერესოა, რამდენად აუცილებელია ამ ინსტიტუტის სამხარეო მოწყობა მხედველობაში სახეცვლილება, რა მოდელზე თან ხდება ცენტრალური ხელისუფლება და როგორი იქნება გუბერნიების მომავალი საერთოდ. ნუ პირველ რიგში სანამ საშტატო ერთეულზე გადავალ მგონი 4 შაბათს იყო შეხვედრა გამგებლებთან. შეხვედრის ფორმატი განსხვავდა 2 საათით, ვინაიდან ეს იყო მხოლოდ თვლიდით გაცნობითი და პირველი შეხვედრა. ძირითადი თემატიკა იყო მიძღვნილი და რაც დღეს მიმდინარე არის მთავარი ბუნებრივი პრობლემები, სწორად არსებული პრობლემები, რაც შექმნა ნადრევმა ზამთრის მოსვლამ. და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ვეცადეთ 2 საათში ყოფილიყო ეს ფორმატი, იმდენად მოთხოვნადი ყოფილა თურმე გამგებლებთან, რომ ეს სტრუქტურა ზოგადად უნდა არსებობდეს. ფაქტობრივად 2 საათზე შეხვედრის დამთავრების ნაცვლად ჩვენ 9 საათამდე მოგვიწია ურთიერთობა. ეს იყო უბრალოდ უკვე არა შეხვედრა შეხვედრისთვის, არამედ მართლაც საქმიანი გამოვიდა ეს შეხვედრა, გამგებლებმაც დაინახენ, რომ მათთვის ეს აპარატი და ეს კოლექტივი იქნება გვერდში მდგომი და ის შუახიდი, რომელიც მოუგვარებთ ორგანიზაციულ საკითხებს ცენტრთან ურთიერთობაში
და ამავე დროს ეს იქნება ის ორგანიზაცია, რომელიც ცენტრის ყველა ამ შემთხვევაში ცენტრს გულისხმობ მთავრობას და ხელისუფლებას, მათ საკანონმდებლო აქტებს, მითითებებს, ბრძანებულებებს დახვეწილად, გაშლილად მიიტანებენ თითოეულ რაიონამდე. ფაქტობრივად მიზანშეწონილობაც იმავე დღეს გამოჩნდა ამ სამსახურის იმავე ფუნქციებით გაგრძელებად. ფუნქციები არ იცვლება, აქ არის რადგან ჩვენ გვაძლევს ფორმატი, რომ უფრო დეტალურად ჩავშალოთ ფუნქციებიც, მიმდინარე საკადრო პოლიტიკა და რა არის მოსავალნელი, როგორი ეს ამ საკითხად დავყოთ ახლა ეს თემა. სახელწოდება არ შეცვლა, იცით იგივე დარჩა სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი. შესაბამისად ეს ფუნქციები განსაზღვრული იყო ბოლო საკანონმდებლო ნორმით 2007 წლის ბრძანებულებით პრეზიდენტის მიერ. მის შემდეგ შევიდა რამოდენიმე ცვლილებები, მაგრამ არ შესულა ფუნქციონალური ცვლილებები არ მოხდა, მოხდა მხოლოდ საშტატო ერთეულების ცვლილებები, თავიდან იყო მხოლოდ ეს სამსახური ორიენტირებული სუფთა სამოქალაქო სექტორზე, შემდგომში 2010 წელს დაემატა ამას საგანგებო სამსახური, რითაც მიეცა საშუალება კოორდინირებულად რეგიონში არსებული რაიმე ფორსმაჟორული სიტუაციის დროულად აღმოფხვისა. ამავე დროს დაემატა შემდგომში საფინანსო სამსახური და დღეისათვის, ანუ 29 იანვრამდე, სანამ მთავრობის ახალი დებულების მიხედვით რეორგანიზაციის ვადა არის განსაზღვრული 60 დღით. შესაბამისად, ამ პერიოდში მუშაობს გარდამავალი სტატუსით ყველა ძველი დებულება. ანუ დღეს ჩვენი საქმიანობა და ფუნქციონირება მიმდინარეობს ძველი დებულებებით და იმ ნორმებით, რაც იყო განსაზღვრული, ანუ იმავე საშტატო ერთეულით. 29 რა იქნება განსხვავებული 29 იანვრში? 29 იანვრიდან 29 იანვრისათვის უკვე დასრულდება რეორგანიზაცია, ამ დროისათვის უკვე იქნება ახალი საშტატო ერთეული და შესაბამისად 29-დან დაიწყება იმ საკადრო პოლიტიკის განხორციელება, რაც მაგ ძალიან დიდი სურვილი და ეს მარტო ჩემი სურვილი არის, არის კანონით განსაზღვრული ნორმა, რომ საჯარო მოხელე ეს დანიშნა ხორციელება მხოლოდ კონკურსის წესით. და აი ეს კონკურსის დებულება, პირობები გაიწერება ისე მთავრობის მიერ, გაწერილი არის იქ ვადები, ვინ რა პერიოდამდე შეიძლება დაინიშნოს დროებით მოვალეობის შემსრულებლად, რა დროში უნდა ჩატარდეს კონკურსი. და როგორც განაცხადე, თქვენ მედიასთან შეხვედრის დროსაც აღნიშნეთ ეს კონკურსი, იქნებ თემა გავაგრძელოთ. კონკურსამდე მე რა დავუბრუნდეთ ეხლა, ანუ ეს იყოს ეხლა ზოგადი მიმოხილვა, ეხლა დავუბრუნდეთ ფუნქციებზე, მე საშტატო ერთეულის ცვლილებები და ბოლოს უკვე კონკურსის ფორმატი ჩავშალოთ დეტალურად. ესე იგი, ფუნქციები და ფუნქციონალური მოვალეობებიდან გამომდინარე, ახალი დებულებით განსაზღვრული არის მხოლოდ 4 სამსახური. თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე პერიოდს, დღეს მდგომარეობით არის 7 სამსახური. ეს იმ დამატებებით, რაც სხვადასხვა პერიოდში მოხდა ცვლილებები, ეს არის საგანგებო სამსახური, რომ შემოვიდა და სოფლის მეურნეობის სამსახური. ახალი დებულებით არის მხოლოდ 4 სამსახური, ეს პირველი არის აპარატი, მეორე არის შინაარსობრივად რეგიონებთან ურთიერთობის და თავის დროზე აქ იყო კიდე სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის და ფუნქციონალურად სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა ამოვიდა, დარჩა მხოლოდ რეგიონალურ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური. აქ დამატებით ფუნქციონალურად შემოდის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც მანამდე დამოუკიდებელი ერთეული იყო. ეს ამ სამსახურის საქმიანობა განსაზღვრული არის კანონმდებლობით, რომელიც ითვალისწინებს რა ზედამხედველობის ფორმატი და რა ფუნქციები აქვს თვითმმართველ ორგანოებთან ამ ნაწილში გუბერნიის აპარატს და ეს ფუნქციები ავტომატურად ვერ შეიცვლებოდა, ვინაიდან ეს არის კანონით რეგულირებადი და კანონი მაღალია ვიდრე დებულება. შესაბამისად, ესეთ სრული შემადგენლობით გადმოვიდა ისე ოღონდ სამსახურის გაუქმება ამ შემთხვევაში არ იწვევს ამ ფუნქციების პირდაპირ გაუქმებას. შესაბამისად, ამ სამსახურში ჩვენ გვაქვს როგორი ცვლილება, ანუ რეგიონალურ თვითმმართველობებთან ურთიერთობა, ეს არის რა თქმა უნდა პრიორიტეტული თემა ამ სამსახურისათვის. სპეციფიკურად ადრეც იყო ეს განსაზღვრული და ეხლაც რჩება სამოქალაქო თავდაცვითი ღონისძიებების განხორციელება, ეს არის ძირითადად მობილიზაციის საკითხებში ჩართულობა, სტატისტიკა და აღრიცხვა და გადმოვიდა, როგორაც გითხარით, ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციებიდან ორი ძირითადი ფუნქცია, რაც არის კანონით განსაზღვრული და თავის დროზე რაც ორგანიზაციული ფუნქცია იყო, ის გადადის აპარატის სამსახურის ფუნქციებში. ანუ პირველი სამსახური ახსენით ფუნქციონალურად აპარატი შეითავსებს უკვე მანამდე არსებულ საფინანსო სამეურნეო სამსახურის ფუნქციებს, ანუ ეს სამსახურიც უქმდება და ადმინისტრაციული სამსახური იყო მანამდე როგორც ასეთი. შესაბამისად აპარატში ახლა შევა ადმინისტრაციული სამსახური თავის ფუნქციებით, მატერიალურ სამეურნეო სამსახური თავის ფუნქციებით. აქ ეს ფუნქციები რაც იყო მანამდე, იგივე უცვლელად გადმოდის აქ
და როგორაც გითხარით, ზედამხედველობიდან ერთი ორგანიზაციული ფუნქცია გადმოდის აპარატის ფუნქციაში. მესამე სამსახური იყო ადრე რეგიონალური განვითარების სამსახური, უბრალოდ ეხლა ვთქვათ, რომ დღეს ეს ამ ფორმით ფუნქციონირებს. უკვე 29 იანვრიდან შეიქმნება ახალი სამსახური, რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციის სამსახური. ანუ დაკონკრეტდა პირდაპირ რა ნაწილში მიიღებს მონაწილეობას გუბერნია თვითმმართველობთან ურთიერთობებში. ამ სამსახურში არის ძირითადი 4 ფუნქცია, რასაც მე ვთვლი, რომ ესეთი ინტელექტუალური ფორმატის მატარებელი, ეს არის რომ თვითშემოქმედებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, შეიმუშაოს სოციალურ-ეკონომიკური კუთხით პროგრამები, პროექტები, შეიმუშაოს საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ანალოგიურად და ამ ფორმატში არის ჩაშლილი ისევე კულტურული, სპორტული ღონისძიებების კუთხით, ანუ ძირითადი ბლოკი, ესე რომ ვთქვათ, ფუნქციების არის შექმნა ახალი პროდუქტის, მაგრამ აქვე არის სამი ფუნქცია, რომელიც ადრეც იგივე იყო, ხელშეწყობა იგივე ფუნქციების თვითმმართველ სამსახურებთან ერთად. ფუნქციონალურად აწყობილი სამსახური გამოიწვევს თუ არა დასაქმებული კადრების შემცირებას. და ბოლო მეოთხე სამსახური არის საგანგებო სამსახური, რომელიც აბსოლუტურად უცვლელად სახელწოდებით შინაარსობრივად გადმოდის ისევ ახალ დებულებად. ეხლა რაც შეეხება ფუნქციებს, მე გითხარით, ესე იგი სამსახურში ამოვიდა პირველ სამსახურში სახელმწიფო და ავტომატურად ამოვიდა სახელმწიფო ორგანოებთან რაიმე რეგულაციის ფორმა გუბერნიიდან. რეგიონალური განვითარების სამსახურში თემატურად ჩაშლილი იყო უფრო კონტროლი ვიდრე ხელშეწყობა, ახლა უფრო გადადის მონიტორინგზე, არა იმ გაგებით, რასაც კონტროლი ქვია. იმიტომ რომ უკვე წინაპირობა იყო შექმნილი, რომ ჩვენ ველოდებით ზაფხულში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ფუნქციების გაზრდა და შესაბამისად უკვე თავიდანვე შეიზღუდა გუბერნიის აპარატი და თემა კონტროლი საერთოდ ამოღებული არის ყველა სფეროდან და იქ ამ სამსახურში იყო ჩადებული, მე თავის დროზე ის გითხარით, უბრალოდ დღეს არის ჯერ კიდე რეგიონალური განვითარების სამსახური იყო და კონტროლის მექანიზმიც უფრო მეტად მკვეთრად იყო გამოხატული და ეხლა უკვე არის მხოლოდ პროექტების ხელშეწყობის სამსახური. და უკვე აპრიორად და მე მქონდა ეხა ესე იგი ჩვენ პირველი შეხვედრა მქონდა გამგებლებთან, სადაც ამ ფუნქციების დეკლარირება მოვახდინე, გუშინ თელი დღე, ამ შეხვედრაზე ცალკე ვისაუბრებ, უკვე იყო რეგიონალური ინფრასტრუქტურების პროექტების განხილვა და სამინისტროს ხელშეწყობით, ამ პროექტზე უფრო დეტალურად თავისი ორგანიზაციულ მხარეს და თავის შინაარსობრივ მხარეს, მაგრამ უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ თუ პირველ შეხვედრა გამგებლებთან იყო და მარტო გამგებლებამდე მიტანილი იყო ეს გზავნილი თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ჩვენ ურთიერთობა, აი გუშინ უკვე საკრებულოს თავმჯდომარეებიც იყვნენ მონაწილე სავალდებულო და ნებაყოფლობით რამოდენიმე დეპუტატმაც გამოთქვა სურვილი და შესაბამისად დეპუტატებთანაც მოხდა აი ამ ფორმატით ჩაშლა ჩვენი ახალი აპარატის საქმიანობის. ეხლა რაც შეეხება საკმაოდ მობილური და კომპაქტური გუნდია. რაც შეეხება კადრებს. საშტატო ერთეული განსაზღვრული იყო მანამდე 53 და დღესაც რჩება 53. მე სანამ დავიწყებ ეხლა დეტალურ სტატისტიკურ ასახვას და საკანონმდებლო ნორმებს, რაც გველოდება, პირველში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი კმაყოფილებით გამოხატო ეს დამოკიდებულება ამ კოლექტივის ძირითადი ბირთვი. როგორც პროცენტულად მომთხოთ, იმიტომ რომ ეხლა მეც ეხლა ვეცნობი და მიმდინარეობს ურთიერთშეფასება და გამოხატვა იმისა თუ ვის რა რესურსი აქვს და ეს რამდენად მოთხოვნადი იქნება ახალ სამსახურში, მაგრამ ძირითადი ბირთვი დამხდა ძალიან მოწესრიგებული. ძალიან პროფესიონალურ დონეზე ამ ხალხს ყველაფერი, აი თითქოს შეიძლება მოთხოვნადი ბოლო ერთი წელიწადი ეს სამსახური არ იყო, მაგრამ აი რომ მივედი, ვერიფიქრებდი, რომ აი წინა დღით რაიმე ეს ხალხი არ აკეთებდა. და მე განვაცხადე ეს, რა თქმა უნდა, კონკურსით იქნება ეტაპობრივად შესაბამისად გადანიშნები, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ და წინაპირობა მაქვს უკვე და ვხედავ, რომ ამ ხალხს თავისი პროფესიონალური ნარჩვევებით ნებისმიერ სიტუაციაში იქნებიან კონკურენტუნარიანები, იმიტომ რომ ძალიან მაღალი დონის პროფესიონალიზმის სტატუსი დავინახე ამ სამსახურში. მე თქვენ ბრძანეთ თვითონ. აი, შექმნას მე აქ ნამდვილად უნდა შეგაწყვეტინოთ ბატონსაზამ, არა იმიტომ რომ ვიქნები სუბიექტური, ამ შემთხვევაში ვარ მართლა ობიექტური, იმიტომ რომ 20 წელიწადია ვარ მე ჟურნალისტიკაში და ხშირად მიწევს ხოლმე მუშაობა მსგავს თემებზე. მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ ის გუნდი, რომლითაც დღეს თქვენ ახართ აღფრთოვანებული, მეც არ ვიტყვი პროცენტულად. აღფრთოვანება მე არ მითქვია, ესეთი გადაჭარბებული შეფასებით არ მინდა. ეს ადამიანები წლების განმავლობაში მოდიოდნენ და წლების განმავლობაში ალბათ თითოეული გუბერნატორისგან იღებდნენ იმ საუკეთესოც, რის შემდეგაც შეიქმნა მთლიანი გუნდი. ნამდვილად ისევე როგორც
გამგებლებთან დაკავშირებით მე მახსოვს არ ვამბობ ბოლო 1 წლის განმავლობაში, როდესაც იყო პრაქტიკულად დამარცხებული პრეზიდენტის დამარცხებული გუბერნატორების გარდამავალი ეტაპი, გაცილებით უფრო ადრე მე მახსოვს რომ მე მიჭირდა სამსახურის უფროსების ან სამსახურის წარმომადგენლების პოვნა როგორც ჟურნალისტ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა იყო რაიონებში გასული, ეს ჩვენთვის ნამდვილად უცხო არ არის, რაც დაუშვათ ეხა ახალ ეტაპზე უნდა დაიწყოს იმერეთის გუბერნია. მე ამას გეუბნებით როგორც ჟურნალისტი ამ პოზიციიდან გამომდინარე. კი ბატონო, აბსოლუტურად ვეთანხმები იგივე შეფასებას, უბრალოდ მეც რაღაც პოზიცია მინდა, მაგრამ თქვენ განმივიღე ეს კრიტიკა, რომ ესეთ გადაჭარბებული და ემოციური შეფასებებისგან არა, კრიტიკა არ იყო, უბრალოდ მე ნამდვილად ანუ თუნდაც არ ველოდები ხოლმე, როგორც ყოველთვის ახალ მოსულები, ახალ დანიშნულები აკრიტიკებენ და ვერსად ვერ ხედავენ თუნდაც რაღაც ის განსაკუთრებულ დეტალებს და გამიკვირდა. თანამდებობრივი სტატუსი შენ პასუხისმგებლობას გავალებს, კიდე ჩვენ უნდა გქონდეს მეორე პასუხისმგებლობა გაურთულეთ იმ ადამიანურ რესურსს, რომელიც შენ ხვდება. და მადლიერები უნდა ვიყოთ იმისა, რაც კარგი არის და გვეყოს იმის უნარი დავინახოთ, სად არის კარგი და კარგად შევაფასოთ და სადაც არის ცუდი, იქნებ ერთად მოვიფიქროთ, როგორ გამოვასწოროთ ის ცუდი და თუ არა და მე ყველა ადამიანი თავის გადაწყვეტილებას თავად ღებულობს. და ამ შემთხვევაში დავასრულებ მეც შეფასებით მომენტს, ეხა საშტატო ერთეული გითხარით, რჩება იგივე, უბრალოდ სამსახურებში მოხდება ახალი საშტატო გადანაწილებით, ანუ რაოდენობრივად არ იქნება თავისთავად შეიცვლება, ვიდრე ახლა დღეს არის, მაგრამ ეს არანაირ პოზიციურ ცვლილებებს არ იწვევს. თუმცა რაც სამსახურები საერთოდ უქმდება, შესაბამისად უქმდება სამსახურის უფროსის შტატი და თავისთავად ეს უკვე ბევრად წინაპირობითი არის მდგომარეობა, რომ საფიქრალი მაქვს რა პოზიციურად შევძლებ მე ამ ინტელექტუალურ პოტენციალის სწორად გადანაწილებას. ეხლა რაც შეეხება კონკურსი რა არის, ანუ რატო არის ეს კონკურსი? ნუ ეს იყო ჩემი მაშვიდელი, ესე რომ ვთქვათ, სურვილი, მაგრამ საბოლოო ჯამში კანონმდებლობითაც ეს თავიდან ბოლომდე გაწერილი არის ის, რომ გადანიშნულაც კი მოითხოვს კონკურსის ჩატარებას. აი როგორი ფორმით? ქუთაის იმდენად აქვს წინ მაგალითი მუდმივ მოქმედი კომისიის და იმ საკონკურსო საატესტაციო გარემოსი, რომ აი კრიტიკასაც ვერ უძლებს. მართლა საინტერესოა, ვინ უნდა შეაფასოს? ამ ადამიანების ეს არის თემა, რომელიც გამოცდილება და კომპეტენცია. რეგულირებული და ანუ არ არის ფორმატით წარმოდგენილი, მაგრამ შინაარსობრივად რა სურვილი მაქვს, მე იმას ალგეგებ. შესაბამისად, დღეს საატესტაციო საკონკურსო კომისიის მუშაობის საკითხი რეგულირებადი არის პრეზიდენტის ბრძანებულებით, სადაც გაწერილია თავიდან ბოლომდე, როგორ უნდა დაინიშნოს, ვინ შეიძლება იყოს შემადგენლობა და შესაბამისი მარეგულირებელი საკითხები, რითაც უნდა იხელმძღვანელოს ამ კომისიამ. არის მოსალოდნელი ის, რომ მთავრობამ მიიღოს ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ახალი რეგულაციის ნორმები. უბრალოდ არის მეორე თემაც 29 იანვრიდან დანიშნა, განხორციელდება დროებით დანიშნებით, აპარატმა უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება თავისთავად. ანუ ყველა ეს კატეგორია დაინიშნება, თუ ვინმეს არ ეცვლება არც სტატუსი, არც ფუნქცია, არც დასახელება და ესეთი კატეგორიით, ხოლო საგანგებო სამსახური არის, სადაც საერთოდ არაფერი არ იცვლება, შესაბამისად აქ გადანიშნაც არ არის საჭირო, ისინი ჩვეულებრივად ძველი კანონმდებლობით გააგრძელებენ თავიანთ ფუნქციონალობას, მაგრამ სხვა შემთხვევაში ვინაიდან შეიცვალა სამსახურის დასახელების ნაწილი, შეიცვალა სამსახურების საერთოდ სახელი და მისი პრიორიტეტული მიმართულებაც, აქ ელემენტარულად ადამიანს თავის სტატუსურად უნდა გაუმსაზღვრო, რომელი სამსახურის მთავარი სპეციალისტია, ავტომატურად ეს იწვევს გადანიშნას. უკვე ნებისმიერი გადანიშნა უკვე კანონი არეგულირებს საჯარო მოხელის კანონი, რომ ყოველ ასეთ შემთხვევაში ეს დაწინაურება იქნება, დაწინაურების სახით იქნება, თუ გადანიშნვის სახით იქნება, რეგულირდება პირდაპირ არის მითითებული, რომ მხოლოდ კონკურსის წესით ითვლება საბოლოოდ დანიშნული საჯარო მოხელი. ამ შემთხვევაში მე რამდენიმე ეტაპად იქნება ეს გასაუბრების ფორმა, ტექნიკური ფორმა როგორ იქნება? რეალურად ეტაპით რამოდენიმე იქნება და რატო? ნუ ეხლა ჩემ სტატუსის მქონე თანამდებობის პირდაპირ იმპერატორულად ნიშნავს მთავრობა, ხოლო ჩემს ქვევით დაწყებული უბრალოდ ჩემ თანამდებობის ქვევით ყველა საფეხურებრივი სტატუსი არის გაწერილი თავის ნორმები, ანუ მოადგილეები უკაცრავად მე ჩემი განკარგულებით შეიძლება დაინიშნონ 1 წლის ვადით და ამ 1 წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შემიძლია გამოაცხადო ინდივიდუალურ პოზიციაზე კონკურსი. სამსახურის უფროსებიდან ქვევით ყველა საშტატო ერთეული ინიშნება 3 თვის ვადით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული. ხა გარდამავალი პერიოდია, იცი თქვენ ამ კუთხით მიდის სერიოზული მნიშვნელოვანი ორგანიზაციები, საბოლოო ჯამში მიდის აქცენტი ის, რომ არჩევნების შემდგომ პერიოდი, რაც არის 120 დღის ვადა განსაზღვრული ახალი
კოდექსით არ არის გამორჩეული ყველა რეორგანიზაცია გადაიტანონ მაგ პერიოდისათვის თუ არა და მანამდე მოქმედებს ის რაც არის დღეისათვის. ანუ ყველა ამ თანამდებობის პირის მიმართ კანონით არის მითითებული რომ 3 თვის ვადაში ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება. მაგრამ ეხლა არის თემა კონკურსის ჩატარება კანონით განსაზღვრული, ამავე დროს გარდამავალი პერიოდი და ამას ემატება ის რომ გუბერნიებში საატესტაციო საკონკურსო კომისიები საერთოდ არ არსებობდა მანამდე, ვინაიდან იქ პირდაპირ ინიშნებოდნენ თუ ვინმე გავილი და გამოსასწორდეს მუდმივ პოზიციით. ეს უკვე დღეს ესე აღარ არის. ანუ იმპერატულად დააწესა კანონმა ეს მოთხოვნა რომ ყველა შემთხვევაში ეს უნდა იყოს კონკურსი. ანუ მარტო გასაუბრებითაც ვეღარ აკეთებ ამას, ერთადერთი შეიძლება შტატგარეშე თანამშრომლები, ანუ ხელშეკრულებით ხო, წეხან რიცხოვნობაში დამავიწყდა, ამ საშტატო ერთეულზე დასაშვებია მაქსიმალურად ხელშეკრულებით დაყვანილი იქნეს 5 პერსონალი, ანუ 5-მდე პერსონალი პოზიციურად ესე ახლა ფუნქციებიდან გამომდინარე, სადაც ხელმძღვანელი ჩათვლის საჭიროთ, რომ რომელიმე სამსახურს დამატებით, ნუ არის აქ ძირითადად უფრო ტექნიკურ პოზიციაზე, რასაც მანქანის მძღოლი მოსახურე პერსონალი ჩავთვალოთ და ის სპეციალისტები, სადაც იქნება საჭირო და აქ უკვე კონკურსი არ არის სავალდებულო. ეს უბრალოდ მეტი ლეგიტიმობისათვის და მეტი საჯაროებისათვის შეიძლება ეს უბრალოდ იქვე სამსახურში გასაუბრებით გააკეთო იმ სამსახურთან ერთად, სადაც მოიაზრება იმ ადამიანის წარდგენა. ეს რაც ხელშეკრულებით ნორმირებულია, იმიტომ რომ ხელშეკრულებით ნორმირება, აი მაგალითად ეხლა ყველას უმთავრდება 31 დეკემბერს ხელშეკრულება, ავტომატურად ხელშეკრულების ვადის გასვლა ნიშნავს მათთან შრომითი კონტრაქტის შრომით ხელშეკრულების შეწყვეტას, შესაბამისად მე რეორგანიზაციის დასრულებამდე ახალს ვერაფერს ვერ ვქნი და თავისთავად უკვე 29-ისათვისაც მექნება წინაპირობა ხელშეკრულებით აყვანების შეიძლება. და ეხლა კითხვის წინაპირობაზე ვერ დავასრულე და არ ჩავშალეთ ის თემა. ანუ კონკურსის, ხო? თავისთავად დაველოდები ახლა მე იმ რეგულაციებს, რაც იქნება მთავრობის მიერ მიღებული, ანუ თუ კი ხელისუფლება ერთიანი რამდენად ახლა დარწმუნებული რომ ეს კონკურსი იქნება მართლა კონკურსი და არა კონკურსისთვის, რომელიც წინ ქონდა საკანონმდებლო ორგანოში და საკანონმდებლო ნორმა ვთქვათ, მე კიდევ ერთხელ გეუბნებით. ეს არ არის კონკურსისთვის, ეს არის საკანონმდებლო მოთხოვნა, ანუ იმპერატიული არის. გინდა არ გინდა შენ თუ გინდა რომ სტაბილურად თანამშრომელი გრძნობდეს თავის ადგილზე რომ არის სტაბილურ მდგომარეობაში, კანონით ესე უნდა გააკეთო. ეხლა მანამდეც იყო შემთხვევები რომ უკვე კონკურსი ევალებოდათ, გავიდათ იმათ სამთვიანი ვადა და შესაბამისად ისინი აგრძელებენ მუშაობას და პირდაპირ მოთხოვნით არ არის რომ 3 თვის ვადა რომ გავიდა და არ არის კონკურსი დანიშნული, საფუძველი იყოს მისი გაშვების. ეხლა თვითონ კონკურსის შინაარსია მესმის ახლა კითხვა რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის, მაგრამ სამართლებრივიც უნდა და ამეხსნა. კონკურსის თავმჯდომარედ მითითებული არის პირდაპირ, რომ ეს კანონით ვამბობ, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მისი პირველი მოადგილე, რომელიც იღებს ამ პასუხისმგებლობას ოფიციალურად და წერილობით უნდა განისაზღვროს, რომ ის ხდება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე და მას ენიჭება შემდგომში უფლება დააკომპლექტოს საკონკურსო კომისია, რაოდენობით არ არის განსაზღვრული, მაგრამ პირდაპირ მითითებული არის, რომ ეს იყოს სასურველად აუცილებლად ჯერადი კენტრიცთან, რომ რაიმე თემის დროს ერთი სიტყვის ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ხარის გუბერნატორი ან ვიცე-გუბერნატორი. პირველი მოადგილე. არა, ნუ ხო, ამ შემთხვევაში მოდით ვიცე-გუბერნატორი არსებობს ეს სტატუსი, არის პირველი მოადგილე ან მოადგილე. მანამდე 4 ყავდა ბატონო ზაზა, იმერეთის რეგიონს ყავდა 4 ვიცე-გუბერნატორი. ახალი მოდელით 3 იქნება. კანონმდებლობით მანამდე 3 უნდა ყოფილიყო. მცირე გუბერნიას ბარემ ნუ ახლა ჩვენ არ გვეხება ეს, მაგრამ როგორ არის იცით 6 რაიონზე ვით ისაზღვრება სხვა საშტატო ერთეული, როდესაც შედის გუბერნიაში და 6 რაიონის ქვევით ისაზღვრება უფრო მცირე. ანუ იქ მოადგილეებიც რეგულირებულია და საშტატო ერთეულიც შესაბამისად უფრო მცირე არის. შესაბამისად კონკურსის შინაარსზე ვსაუბრობთ. ანუ დაკომპლექტების შემთხვევაში იქ არის რეკომენდირებული, ესე არ არის, ანუ ადმინისტრაციული კანონმდებლობა პირდაპირ რაც დათქმულია, ის შინაარსს ითვალისწინებს, ანუ რამე იქ ქვე კომენტარი განსაზღვრული არ არის. იქ არ შეიძლება ამ კომისიის წევრი იყოს მხოლოდ ის მოხელე, რომელიც შეიძლება იყოს ამ კომისიის იმ პოზიციაში მონაწილე, რომ თვითონ იყოს კონკურსანტი. აი მხოლოდ ეს აკრძალვა არის. შესაბამისად, სხვა მეტი დათქმული არ არის, უბრალოდ სანამ შეიქმნება, უნდა გაკეთდეს დებულება და კომისიის თავმჯდომარეს, ანუ ორგანიზაციის ხელმძღვანელს აქვს ეს დებულება ჩაშალოს
ამ დებულებაში უფრო მეტად დააკონკრეტოს პოზიცია. მე მაგალითად ანუ ადგილობრივი ძალებით მოხდება დაკომპლექტება, არასამთავრობო სექტორი იქნება, მედია იქნება წარმოდგენილი თუ ვინ შეამოწმებს ამ ადამიანებს? ნახეთ, მაგ მომენტი არის. ანუ ეს უკვე არის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განსასაზღვრი იმ თვალსაზრისით, რომ მხოლოდ ერთი აკრძალვა არ შეიძლება ის მოხელე იყოს, ვინ შეიძლება კონკურსანტი იყოს. დარჩენილ შემთხვევაში საატესტაციო დანარჩენ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე იღებს ერთპიროვნულად. იქნება დებულება და ამ დებულებაში თავისთავად მას აქვს უფლება განსაზღვროს უფრო მეტი დეტალიზაციით. მე მაგალითად გაცნობილი ვარ მაგ კომისიის დებულების იმ ნაწილს, სადაც არის მითითებული, რომ ესე იგი, არ შეიძლება ეს მოხელე იყოს და სპეციალისტი უნდა იყოს. იქ პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ არ შეიძლება იყოს საერთოდ სახელმწიფო მოხელე, ანუ დებულებით უფრო დააკონკრეტა და ჩარჩოში მოაქცია ეს თემა, ანუ სახელმწიფო მოხელე არ შეიძლება საკრებულოს წევრი იყოს, შეიძლება იყოს უпростоრად უნდა იყოს ესე წერია იქ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და პროფესიონალური ნებისმიერი ფორმის პროფესიონალური კავშირის წარმომადგენელი და მოწვეული სპეციალისტი. შესაბამისად, ეხლა რაღაც ფორმით ეს მარტო იმერეთში არ გაკეთება ცალკე ასე და კახეთში სხვანაირად, ხო? ერთიანი რაღაც სისტემური მოთხოვნა გაიწერება ამ დებულების პრინციპებზე. ვიმედოვნებ, რომ ჩვენც მოგვეცემა საშუალება ჩვენი აზრი გამოხატო და ყველა შემთხვევაში აი ამ პრინციპის დაცვა ცუდი არ იქნება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყოს, იმიტომ რომ მეტი უფრო საჯაროობა არის ამ ინფორმაციის. აუცილებლად იქნება სპეციალისტი და გუბერნიის ფუნქციებიდან გამომდინარე, ეს უნდა იყოს მაღალი დონის სამართლებრივი საკითხებში გათვითცნობიერებული ადამიანი მაღალი დონით, ან თუნდაც საფინანსო ეკონომიკური კუთხით. და სხვა მეტი შინაარსი რეგულირებადი არ არის. ეხლა უკვე ხელმძღვანელის ნებაზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ მის სწორ არჩევანზე იქნება. რამდენად თვითონ უნდა რომ ეს იყოს გასაჯაროვებული და არ იყოს საეჭვო საზოგადოებისთვის, მაგრამ მერწმუნეთ, ნებისმიერ დროს ვიღაცას მაინც გაუჩნდება კითხვა, რატო ეს რეალობა, რადგანაც მაინც ადამიანური ფაქტორი განსაზღვრავს კომისიის წევრის შემადგენლობას და ფაქტობრივად იმ გამოცდილებით, რაც ეხლა ბოლო პერიოდი ქუთაისში ესეთ მნიშვნელოვანი გახდა, პიროვნული ფაქტორის გათვალისწინებით ან პირთა ინტერესის ჯგუფით გათვალისწინებით რომ მოხდა რაღაც საკითხები. პარტიული ინტერესით, რაც არის მეტ საფასუხო. ამან გამოიწვია ეს საკითხი. შევეცდები რომ რეკომენდაცია გავწევ, რაც შეიძლება ეს იყოს მინიმალური, აი ყველაზე მინიმალური რაც შეიძლება წევრთა რაოდენობა, იმიტომ რაც უფრო მეტი წევრთა რაოდენობა, მეტი ინტერესთა კონფლიქტი შემოდის აქ, ან მეტი ისეთ საკითხები ისმება, რომ აი ალბათ ეს იმიტომ ყავს, რომ ამას თავის ინტერესი უნდა გაითვალისწინოს, ეს რომ აი ეს გაკეთდეს. ბოლომდე დღეს აი რო გითხრათ რომ რა პრინციპებით განისაზღვრება დებულება არ ვიცი, მაგრამ კანონმდებლობით როგორ არის განსაზღვრული, ამას გეუბნებით. ჩემი მხრიდან მე მგონი ვუყურებთ ამას მაქსიმალურად შევეცდები რომ ეს იყოს გასაჯაროვებული ამათი მუშაობის პრინციპები, კანდიდატებიც წინასწარ იქნება დაანონსებული, გავითვალისწინებთ საზოგადოების რჩევებსაც და შესაბამისად იმ აქტიური პირთა ჯგუფების ინტერესს, ვინც გამოხატავს თავიანთ კრიტიკულ შენიშვნებს თუ ან თავის რეკომენდაციებს მოგცემს. გასაგებია და ერთი თემა კიდევ ბატონოზაზე, ეს არის ახალი თვითმმართველობის კოდექსი და მე რომელიც უკვე პირველი მოსმენისთანავე გახდა გასაკრიტიკებელი როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, არასამთავრობო სექტორის მხრიდან. მე მაინტერესებს კონკრეტულად ერთი თემა, რომელიც ქუთაისიდან გამომდინარე მაინტერესებს ეს თემა, ეს არის პოლიტიკური უნდობლობის საკითხი. მხედველობაში მაქვს ახალი კოდექსით, არჩეულ მერზეა საუბარი, თუმცა შეიძლება საკრებულოს 2/3-მა დააყენოს მისი გადაყენების საკითხი ამ შემთხვევაში. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის დაცული მოსახლეობა, რომელიც აკეთებს არჩევანს, რომელიც დამოკიდებულია საკრებულოს 2/3-ის კეთილგანწყობაზე, რომ მისი არჩეული მერი გადააყენოს. ეხლა დამეთანხმებით ქუთაისისთვის ეს იმიტომ არის აქტუალური, რომ ძალიან მტკივნეულია, ქუთაისია ერთადერთი ქალაქი მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც ყოველ თვეში ერთხელ იმპიჩმენტით ვემუქრებით მერს, კვირაში ერთხელ უბრალოდ საკონტროლო გამოცვლები გვაქვს მერების და ქუთაისი არის ქალაქი, სადაც თუნდაც პირდაპირ საკრებულოში პოლიტიკური გემოვნებები ძალიან ხშირად იცვლება. მივიღებთ თუ არა კონკრეტულად ამ კოდექსით ქუთაისში რაღაც განსაკუთრებულ დაპირისპირებას და უბრალოდ არასტაბილურობის შეგრძნებას, იმიტომ რომ მე მქონდა საუბარი ბატონ შერგელაშვილთან და მითხრა, რომ აი როდესაც დააყენებს საკრებულოს 2/3 მერის უნდობლობის საკითხს, 45 დღეში ჩატარდება არჩევნები და განმეორებით მიბრძანდით და აირჩიეთ.
გასაგებია ავირჩიეთ, მაგრამ რამდენჯერ შეიძლება განმეორდეს ჩატარდეს არჩევნები, რომელმა ბიუჯეტმა გაუძლოს ამ პროცესებს და არის თუ არა ეს ცოტა არასტაბილური და არასერიოზული განცდა და თან მით უმეტეს ქუთაისში ხდება, რომლის პოლიტიკური სიტუაცია ბოლო პერიოდში ძალიან კარგად იცით როგორია. პირველ რიგში ფაქტობრივად ყველა მოსაზრების და წინადადების თანხმდრა არის, მინდა გითხრათ. მე ხა დღეს მაქვს ორი პოზიცია. როგორც ამ ქალაქის მკვიდრის, რომელიც ამ ქალაქის განვითარება მართლა ჩემთვისაც ასოცხო მნიშვნელობა არის, იმიტომ რომ ამ ქალაქში მე ოჯახი მყავს, შვილები მყავს და ამ ქალაქში თუ რამე მნიშვნელოვანი გაკეთება თითოეულ ჩვენთაგანის ოჯახზე აისახება. ამავე დროს მე დღეს უკვე ტვირთი და ვალდებულებაც მაქვს ეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი ის პოზიცია გამოხატო, რაც თავდაპირველადაც არის, ერთმანეთ არანაირი განსხვავება არ მაქვს. ერთა იგივე არის როგორც პიროვნების, ისე სახელმწიფო მოხელის პოზიცია. შეფასებებში დავითახმეთ ერთმანეთს და მართალი არის, არც ესე იგი ის თემა, რაც მანამდე იყო. ანუ მოსახლეობისმენდი ბატონოზაზე და იქ იყო კონკრეტული დასკვნები და დარღვევებზე საუბარი. ეხლა დარღვევის გარეშე შეუძლია 2/3-ს, რომლის 2/3-ის პოლიტიკური გემოვნება, აი კვირაში 7 დღეა და 7 დღის განმავლობაში სხვადასხვანაირია. ეხლა არ ჭირდება არანაირი არგუმენტი არჩეული მერის გადაყენებასთან, არჩეულზეა საუბარი. და არის თუ არა ეს? მოდით ეხლა ესე ვთქვათ რა, მანამდე იყო რომ მოსახლეობამ აირჩია დეპუტატები და დეპუტატებზე იყო უფლება მოსილება, რომ მათ შეეძლოთ ცალსახად ჩაეტარებიათ კონკურსი და მიეღოთ გადაწყვეტილება მერის დანიშნვასთან დაკავშირებით. მე ვიმედოვნე რომ საზოგადოებაც უფრო მეტად ცივილურად სწორმმართველები წავა, რომ და შინაარს მე მგონი არც უცხო არ იქნება ჩემი მხრიდან ესე ვთქვა, ქალაქის მერის ის საიმპიჩმენტო წინაპირობები, რაც ჩვენ ბოლო 6 თვის განმავლობაში ვქონდა, ობიექტურად მინდა შევაფასო, იყო ფორმალური მიზეზებიც, ანუ ლეგალური ნაწილი რაღაც საკითხებში შედეგი არ იყო ისეთი, როგორც მოლოდინი იყო, მაგრამ მე ამ შემთხვევაში მართლა მინდა გულწრფელად თქვა, ხშირ შემთხვევაში ეს ამის პროცესის პარალელურად თამდები იყო, უფრო პირთა ჯგუფების ინტერესის გამოხატულება, ვიდრე ის შედეგი, რაც ქალაქისთვის იყო მისაღები ამა თუ იმ მერის მუშაობიდან გამომდინარე. ისევე როგორაც იმ ახალ კანონში არის მაგ თემა, რომელიც დასაფიქრებელია, სანამ საზოგადოებაში ჯერ კიდე და საზოგადოებაში მთლიანად არა ცუდად გამომივა, ანუ იმ წრეში, სადაც ამ უფლებების გადამწყვეტი ხალხი არიან და თვლიან, რომ ბუნება განწყობაზე შეიძლება იმპიჩმენტი დასვა, იმპიჩმენტის საკითხი გამოაცხადო და არ დაასაბუთო რითინ არის ეს განპირობებული, შედეგით სახეზე გვაქვს, ანუ თუ ეხლა ყოველ დილით უნდა ველოდოთ, ხო კარგი განწყობაზეა ყველა, რომ კიდე ახალი შეიძლება ეს თანაც ქუთაისზეა საუბარი, ქუთაისი იქნება განსაკუთრებული. მე ბარემ ვისარგებლებ შემთხვევიდან, მე და კიდევ ერთი რამ თქვა, რომ მე ვფიქრობ, რომ ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლად ვინც არის დღეს ბატონ შოთა მურღულია, თვლი რომ აი ამ პროცესებში ნუ ეხლა იქ იყო ორმხრივი მიზეზი, რომ არსებული კანდიდატები ბოლომდე ვერ ძლევდნენ იმ ძალას, რაც მათ ფუნქციონალობიდან გამომდინარეც იყო გასაკეთებელი და რაც შედეგი უნდა ბოლომდე ვერ ძლევდნენ. მე ვფიქრობ, რომ შოთა მურღულიას მიმართებაში ეს უფრო ნაკლებ საფუძვლიანი იქნება, იმიტომ რომ ამ ადამიანს გააჩნია როგორც თავის პიროვნული რესურსები, ანუ თავის უნარჩვევები, ცოდნა, განათლება, ასევე გააჩნია ეს რესურსი, რომელიც მუშაობს, ეს არის კომუნიკაცია, ურთიერთობები, რაც ქალაქისთვის იქნება ძალიან ესეთი მომგებიანი ცუდად არის. ძალიან კარგი შედეგის დამყენებელი, აი თუნდაც კვირას ახლა ჩვენ მქონდა რეგიონალური ან მომდენო წელს განსახორციელებელი პროექტების განხილვა, რომელიც კიდე კომისიამ უნდა გაიაროს და მოხდეს ამის საბოლოო საკანონმდებლო ნორმით გამოქვეყნება. მეც ვუნეთ, რომ შოთა მურღულიას პიროვნული ეს ორივე რესურსმა ძალიან დიდი შედეგი მოუტანა ქალაქს. გასაგებია და ეთერის ბოლოს ბატონოზაზე ყველაზე მთავარი შეკითხვა, რომელიც აინტერესებს მთელს ქალაქს, რადიო მსმენელს, გვაინტერესებს ჩვენ ჟურნალისტებს და ეს ეხება იმ უწყებას, რომელი უწყებიდანაც თქვენ მოდით დიდ პოლიტიკაში და ზოგადად ლოკალურ პოლიტიკაში, მე მაინტერესებს თქვენი სახელი დაუკავშირდა ყველაზე გახმაურებულ სკანდალს და ფაქტობრივად იმ რეალობას, რომ ქალაქზე ამდენი ხნის განმავლობაში ერთპიროვნულად მმართველი ძალა, რომლის პრეტენზია ჰქონდა საქართველოს პატრიოტთა ალიანსს და მის ლიდერს, მოხდა მათი დაშლა, ადგილობრივი პოლიტიკიდან ჩახსნა და შევთანხმდეთ, რომ ეს ხა ქუთაისისთვის და გუბერნატორისთვის, თქვენთვის როგორც ახალი გუბერნატორისთვის საკმაოდ მაღალი და აწეული თამასაა, როგორ ფიქრობთ,
როგორ შეინარჩუნებთ ამ ნიშნულს და გარდა იმისა, რომ ისინი დღეს განეიტრალებული არიან, დაუშვათ ესე ვთქვათ, და მათ არ აქვთ უმრავლესობა, არ აქვთ გავლენების ბერკეტები, როგორ ფიქრობთ, ფაქტია, რომ ისინი პოლიტიკიდან არ წასულან. რა გამოწვევებისთვის ახართ მზად და ყველაზე მთავარი ეს იყო ზეწოლები თუ მეგობრული რჩევები, როგორც ისინი აცხადებენ, არ ნიშნავს, რომ ან რაღაც დასრულდა, ან რაღაც იწყება. კარგი, ყველაზე მთავარს მინდა ეხა აუხადოთ ხარ. მაგრამ ვერ წარმოგიდგენთ რამდენი ქვეკითხვები არის ჩაშლილი ეხა შეგინეთ, ხო? მეგონი თქვენ თუნდაც გძნობთ ამას. პირველ რიგში მე კიდევ ერთხელ მინდა გავაცხადო და გავასაჯარო ის სიტუაცია, რომ ის სამსახური, სადაც მე მანამდე მუშაობდი, ეს იგივე სახელმწიფო სამსახური არის. რასაკვირველია. და ჩემთვის კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაკლები პატივი იყო იქ მუშაობა, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების და პროფესიონალიზმის დონიდან გამომდინარე ეს იყო მართლაც ის სამსახური, სადაც მე შემეძლო ჩემი რესურსი და პოტენციალი თქვათ ესე გამომეყენებია სახელმწიფოსთვის არანაკლებ, მაგრამ ის სადაც მე ახლა დღეს შემოთავაზება მაქვს და დღეს უკვე ფაქტობრივად ვასრულებ ჩემ ფუნქციებს, ეს არის მართლაც ის პატივი, რომელიც ძალიან ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მოდის ადამიანს. და შევეცდები, რომ თემა ძალოვანი და თემა საჯარო მოხელე ჯერ პირველ რიგში ჩემ თავში არ იყოს გამოხატული ეს, იმიტომ რომ ეხლა რა თქმა უნდა ძალოვან სამსახურს თავის სპეციფიკური ფუნქცია და მისი გამოხატული საჯარო მოხელეს აბსოლუტურად სხვა უნდა კონდეს, მაგრამ მე იმ ძალოვან სტრუქტურაში მისული ვარ 8 მომწეც 9 წელიწადი მეც ვიყავი სამოქალაქო სექტორში ჩვეულებრივად და ამას ვერ არ მინდა განვასხვაოს სახელმწიფოში სად არის სამოქალაქო სექტორი და სად არის ძალოვანი სექტორი. თვითონ ადამიანი ამ პოზიციებს ყოფილ ხართ სამოქალაქო სექტორში, ვიდრე ეხა ყოფილი პრემიერი წავიდა სამოქალაქო სექტორში. ნუ მანამდე რა თქმა უნდა, ჩემი პირველი ასე რომ ვთქვათ, სახელმწიფო საქმიანობა მე დავიწყე ისევ იმ სამსახურში, სადაც მე იქაც კიდე იყო წინადადება შემოთავაზება და რა თქმა უნდა, ესე წინადადებებს უარს არ ამბობ, როდესაც პატრიოტების თემა. დაასრულეთ პატრიოტები. დაემთხვა ეს? არა. თუ ეს იყო ხმაურიანი მოსვლა თქვენთან. არა, ერთი წუთით მოდით ლოგიკურად ვიფიქროთ. ეხლა თემა იმისა, რომ შემოთავაზება ჩემთვის მანამდე იყო, ფაქტია, რაც არის დასამალი, რა თქმა უნდა, ჭირდებოდა ამას შეთანხმებით და რეგულაციით ნორმები პარლამენტთან და კონსენსუსი ყოფილიყო, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება თუნდაც ჩემზე, ალბათ თანაბრად იგივე სხვა გუბერნატორების მიმართებაში. დაახლოებით ვიცი, რომ უახლოეს ერთ კვირაში უნდა გადაწყდეს საკითხი ჩემი დანიშვნის. ლოგიკას ვერ ხედავ ამ გარდამავალ პერიოდში და იმ თემაში რაღაც და იცით ახლა თქვენ როგორ დისპოზიციები წამოვიდა, ნუ ლამის არ დაკლებია ზაზა. რუსთაველის 3 ნომერი გადაიტანეს ტაბიძის 27 ნომერში. ეს თემა. ეხლა რა შეეხება თვითონ პატრიოტთა ალიანსს, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, უბრალოდ არ დავიწყებ ძველი პერიოდის შეფასებითი თემებს, მაგრამ კონკრეტულ პერიოდზე ეს უფრო მირჩევნია. ის რაც პატრიოტთა ალიანსში თავად შიდა ჯგუფში მოხდა, ეს მე ფიქრობ არის რომ ის შოთა მურღულიამაც ახლა შემთხვევით არ მithქვია, მოვიდა ისეთი ადამიანი, რომლის მიმართაც გუნება განწყობილებით გადაწყვეტილების მიღება არ იქნებოდა მართალი არც ქალაქისთვის და არც პიროვნული. და ის იმპულსები, რაც იმ ხალხიდან მოდიოდა და თემატურად ჰქონდათ სურვილი, რომ პოლიტიკა მე როგორაც ხედავ, ეს ხალხი მანამდე სხვაგანაც იყვნენ, სხვა პოზიციები ჰქონდათ და რაღაც პერიოდში რაღაც ინტერესთა თანხმედრა ჰქონდათ კონკრეტული მიმართულებით. ეს ინტერესთა თანხმედრა რაღაც გარემომ შეცვალა და ამ ხალხს გაუჩნდა თავად სურვილი მიეღოთ ის გადაწყვეტილება განცალკევებით, ვიდრე ერთიანად წარმოადგენდნენ. მე ესე ვფიქრობ, რომ ეს თემაა და რაც შეეხება ხა იმ მეგობრულ რჩევებს, მე მაშინაც განოცხადე, მე ჩემი სამსახურებრივი იმ სტატუსითაც კი აუცილებლობასაც წარმოადგენდა, საჭიროებასაც და პიროვნულადაც ამ კომუნიკაციისთვის მე ყოველთვის მზად ვიყავი. მე შეხვედრები მქონდა როგორც პარლამენტარებთან, შეხვედრები მქონდა საკრებულოს დეპუტატებთან, შეხვედრები მქონდა ქალაქის მერის ქუთაისის მერის წარმომადგენლებთან და სხვათა შორის ამ შეხვედრებზე რო გითხრათ, რომ ყველასთვის ღია იყო ეს და რაღაცნაირად ის ხალხი უფრო განცვიფრებული არის შეხვედრით, რომელიც ამ ფორმატში ხშირად ჰქონდა ჩვენ მუშა წესით საკითხების განხილვა, რომ ქალაქში ჩემი ამოცანა რაც იყო, რომ ყოფილიყო ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თემა, ეს იყო ჩემი მთავარი ამოცანა აი ამ თანამდებობის პირებთან შეხების. მეგობრულ რჩევების გაცემას კიდევ ერთხელ ვამბობ და ნუ ალბათ მე მაშინაც დავსვით, თავად განმარტოს ამ პიროვნება მეგობრულ რჩევების ფორმატი, იმიტომ რომ შეხვედრა არ ნიშნავს
რომ ერთი მხარე გამოვიდა და ამ შეფასებას ის ასე აძლევს, რომ ეს შეხვედრა ამ ფორმატით იყო თუ არა ჩატარებული, როგორც მე ვიცი, მაგ ადამიანს თავადაც ჰქონდა სურვილი ამ შეხვედრისა პირადი мотиваციიდან გამომდინარე და ეხლა მე რა ხმა მიიღო მაგან ამ შეხვედრის, უპრიანი იქნება თავად მან შეაფასოს ეს. კარგი, დიდი მადლობა ბატონო ზაზა, რომ მიღებდით გადაცემაში მონაწილეობას. მე მინდა წარმატებები გისურვოთ, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჩემი ქალაქის და ჩემი რეგიონის წარმატება. რადიო მსმენელებს კი შევახსენებ, რომ ეთერში იყო თოქ-შოუ რადიოაქცია. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით პარასკევს 14 საათზე რადიო ძველი ქალაქის ეთერში. 2 წუთი თუ მექნება? კი ბატონო. ნეგატივით არ მინდა, ანუ რაღაც პრობლემებით არ მინდა დავამთავრო, იმიტომ რომ წინა მაინც არ გინდათ რომ დატოვოთ პატრიოტებზე ბოლოს სიტყვა. მართლა მინდა, იმიტომ რომ კარიგაგებით მესმის რომ პრობლემები უნდა სწორად გავანალიზოთ, ავსახოთ და ვეძებოთ გამოსასვლელი გზები, მაგრამ ერთი არის რომ თავად მეც მივცემ იმის მაგალითი ერთი გუბერნიის აპარატსაც და მე ჩვენ ერთად ქალაქს და რეგიონებს რომ და თქვით რომ მე არ მიკვირს რომ ეს ხალხი იქ არავინ არ ხვდებოდაო. მე მარტივად მათ უთხარით, რასაც თქვენ აქამდე აკეთებდით, მითხარით რა ფორმატით არის და ერთად იგივე ვაკეთო და გამიხარდა რომ თანხმდრა არის. კაბინეტური მუშაობის დრო ნამდვილად არ არის. ეხლა ერთი თვე და მაქსიმუმ 2 თვე რომ აპარატი დადგეს, დანარჩენი სამსახურების ადგილი არის რაიონებში და რაც შეიძლება მოსახლეობასთან ახლო მისვლით და ჩვენი კარები ყოველთვის ღია არის, რაღაც ფორმით რეგულირება იქნება მოქალაქეების მიღება, რომ ყველას პრობლემას სწორად გავიზიაროთ, ვეძებოთ გადაწყვეტის გზები და შესაბამისად მინდა კიდევ ერთხელ აღვქვა უკვე მაგ უფლება ჩემი კოლექტივის სახელით თქვა, იმიტომ რომ მე ამ 5 შეიძლება ხებინო თქვა 6 დღეში ასეთი რა დაინახება, მაგრამ მართლა ვხედავ იმ ძლიერ რესურსს, რომ ამ ხალხთან ერთად ჩვენ შევძლებთ, რომ ქალაქშიც და რეგიონშიც დადებითი და პოზიტივი მოვიდოთ. ძალიან მიხარია რომ ამას ხედავთ და ეს იყო იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, რომელიც რადიო ძველი ქალაქის სინამდვილეში და ჩემი თოქ-შოუების ისტორიაში პირველია, რომელიც ეთერში დამშვიდობების შემდეგ ისევ შემოვიდა და არ ეჩქარებოდა ეთერიდან და სტუდიიდან. კარგად ბრძანდებოდეთ ერთმანეთს პარასკევს ხვდებით. კვირის მნიშვნელოვანი თემები, ქუთაისის და იმერეთის რეგიონის პოლიტიკური ცხოვრება, განსხვავებული პოზიციები და დებატი პირდაპირ ეთერში. საინტერესო სტუმრები და ხალხის შეფასება თოქ-შოუში რადიოაქცია. ყოველ ორშაბათს და პარასკევს 14 საათზე რადიოაქცია swams კითხვებს, აანალიზებს პასუხებს და იღებს ვალდებულებას. პირველებმა შეიტყოთ ყველაფერი თქვენს ქალაქსა და თქვენს რეგიონზე. ჩვენი შეხვედრის ადგილი უცვლელია. რა თქმა უნდა, რადიო ძველი ქალაქი.